Biznes უცხოელი კადრების აყვანის შემთხვევაში დამატებით რეგულაციები უწესდება. ინიციატივით საქართველოს მთავრობა გამოდის. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად დამსაქმებელი ვალდებული ხდება გრძელვადიან სამუშაოზე უცხოელის აყვანის შემთხვევაში მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს და დაარეგისტრიროს ვაკანსია. თავის მხრივ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო შესთავაზებს დამსაქმებელს მათ მიერ ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატურებს, რომლის შემდეგაც დამსაქმებელს უცხოელი კადრის აყვანა დასაბუთებული უარის შემთხვევაში შეიძლება. სამინისტროში ინიციატივა შრომით მიგრაციის რეგულირების, ეროვნულ ბაზარზე ადგილობრივი კადრების ინტერესების დაცვის, ტრაფიკინგის პრევენციის სურვილს უკავშირებენ. მესამე სექტორის შეფასებები თემასთან დაკავშირებით იხილეთ მომდევნო გამოშვებაში. Ჩავშოთ შემოყავდა უცხოელი დამსაქმებელი უცხოელი სამუშაო ძალა. მას ეხლა მოუწევს გაიაროს ეს ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, აი მარტივად რომ ახსნა, ინფორმაცია მიაწოდოს ჯანდაცვის სამინისტროში. ამ ვაკანსიას თან უნდა მიაწოდოს ვაკანსიასთან ერთად შესაბამისი ჩამონათვალი, რა მოთხოვნას ითვალისწინებს ეს შესაბამისი კვალიფიკაცია.